ყველას ძალიან შეეხო ქართველს თავისი ქართველობაში რო ამხილეს, თავის მძღნერობაში რო ამხილეს და დაიწყო ასეთი კომენტარების წერა. ნანა ოთიაშვილი ძალიან არ მინოდა შევხებოდი, მაგრამ ეს ვინ გდია, ეს გარეწარი, ეს არაქალი, რამდენს ბედავს, რას წარმოადგენს, რომ ესე გვლანძღავს ერს, მოგვიწოდებს ჩვენსავე სამშობლოში ავიყაროთ, ჩვენ ავიყაროთ და არაბები უნდა დავასახლოთ. თუ არ მოსწონს გაეთრიოს და წაეთრიოს, რამხელა სიძულვილით გველაპარაკება სიამოვნებით გაგვწყვიტავდა ერთ დღეს, რომ მიეცეს უფლება. ეს ქალი არა აშკარად ქართველი, ქართველი არასდროს ეტყვის ქართველს აიყარენით და წადითო. ეს ქალი პასუხისგებაშია მისაცემი და საქართველოდან გასაძევებელი. ეს ჩვენი მტერია, ქართველების მტერი და ქვეყნიდან გასაძევებელი და მოსაშორებელია. ეს გარეწარი არაქალი, სულით ხორცამდე დამპალი, გადაშენდი აქედან. ამას წერს ქართველი. ქართველი, რომელიც იმავე სიტყვებს ვიტყოდი, რაც ამ ქალბატონმა ქართველები გვამხილა. და მეორეს კიდე იმას ვიტყოდი, რომ ქართველი, რომელიც თავისივე სისუსტეს ვეღარ ხედავს, თავისივე სიმძღნერეს ვეღარ ხედავს, სწორედ იკლპება თავისივე მძღნერში. ამ ქალს რომ არ ეთქვა ჩვენთვის, შენი მთავრობა ამას კულტურულად და მოწესრიგებულად გეუბნება, რომ წადი აქედან, საქართველოში არ გვჭირდები. მას არაფერს ეუბნები. საპატრიარქო ძალიან მოხერხებულად გეუბნება, რომ შენ მონახარ და არ სჭირდება ღმერთს. მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც კითხვებს სვავენ, უნდა იყო ბლუ და ტლუ, რომ გწამდეს. საპატრიარქო არანაირ განცხადებას არ აკეთებს იმაზე, რომ 5 მილიონი ქართველიდან 3 მილიონი საზღვარგარეთ არის წასული. საქართველოში ქართველები მხოლოდ და მხოლოდ მოხუცი ხალხი, უნიათო კაცები, რომლებიც სოლის ხელფასზე ზიან, გამოგზავნილ ხელფასზე ზიან და ბავშვებიღა დაგვრჩა. ვინც რამე ხმა ამოიღო ქართველმა და ქართველი გალანძღა, ის ჩაქოლა ქართველმა, რამე თუ ქართველი ვერ იტანს, როდესაც მას ეუბნებიან სიმართლეს. ქართველი ვერ იტანს ქართველისგან გაკრიტიკებას და ახლა თურმე უცხოელისგან გაკრიტიკებაც არ უნდა. ქართველს არ უნდა რომ დაინახოს ღმერთი პირდაპირ მნიშვნელობით ეუბნება, აღარაფრის მაქნისი ხარ შენ, შენი ქვეყნისთვის, ამიტომ შემოვიყვან სხვა ხალხს და ფაქტის სახეზეა რომ მოდის სხვა ხალხი და სახლდება საქართველოში ისე რომ შენ მხოლოდ ენას ატლიკინებ და სხვა აღარაფერი შეგიძლია და სწორედ ამ ენატლიკინით მერე შენი თავის მიუხედავად შენივე მძღნერში ლპები. ხო და ამ მძღნერს აიღებენ და გაასუფთავებენ არაბები, თურქები, ინდოელები, ჩინელები და სხვა წარმომადგენლები, პაკისტანელებზე აღარა მაქვს საუბარი და ებრაელები. და კიდე სხვები, უკრაინელები, რუსები და ასე შემდეგ. და შენ მხოლოდ გექნება ინტერნეტში დაწერილი ეგ მძღნერული კომენტარი, რომელიც არის გარეწარი, გაეთრიე აქედან, შეუნამუსო, შენ ქართველი არა ხარ. შენ ხომ ხარ ქართველი? და მე ხომ ვარ ქართველი და რას ვაკეთებთ? განა რა გვითხრა ამ ქალმა იმაზე უფრო ცუდი, ვიდრე ვაკეთებთ უკვე მაგას. ასურეთის ტერიტორიაზე, როდესაც მხოლოდ ერთი რუსი მყავს ნანახი ბავშვობაში და სხვა რუსი აქ არ გაჭაჭანებულა, მთელი ჯიპსი ვილიჯი რუსეთი დაგვისახლა და ქართველმა მამაკაცმა იმისთვის მცემა, რომ იქ მოწყობილ რუსებისა და ჯიპსი ციგნების მოწყობილ ფესტივალზე არ ვუშვებდი ხალხს აქ რომ ამიწიოკეს კარი. და ვინ მცემა თუ იცით, ისევ და ისევ სვანმა. და მერე კიდევ თავისი ნამოქმედარი ისე მოახერხა, რომ თითქოს და მევცემე ის. აღარ დავასახელებ სახელს და გვარებს და თავის თვითონ შერცხვეს იმ ადამიანს, რომელიც ქართველ ქალს ჯიპსებ ვილიჯისა და
უკრაინელების და რუსების გამო ჩატარებულ ფესტივალისთვის ცემს. შენ გეწყინა ის, რომ სიმართლე გითხრეს. შენს გულს შეეხო და რეზონირდა ის, რომ სიმართლე გითხრეს. ქართულ ენაზე, არა ქართველებმა. თუ ქართველებმა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ქართულ ენაზე, ღმერთის ენაზე გითხრეს უმძიმესი სიმართლე, რომელშიც წევხარ და ზიხარ. კლაპოში ზიხარ ღორივით. წაეთრიეთ ამ ქალს რო არ ეთქვა წათრეულები ხართ ისედაც. რამე გაგიკვირდა? წათრეული არა ხარ შენი ქვეყნიდან? შენს ქვეყანას რუსები და ებრაელები მართავენ. რა გინდა რო ქნა? იტლიკინო მხოლოდ? ხო და იტლიკინე და იყავი და წერე რამდენიც გინდა იმდენი უაზრო კომენტარი. მაგ კომენტარებით ვერ გადაარჩენ საქართველოს. წადი ეხლა და იფხანე ყვერები.